მოგესალმებით. ეს აგროსიახლეებია და როგორც ყოველთვის მე ჟურნალისტი ბელა გელაშვილი აგროსიახლეების გუნდთან ერთად რა თქმა უნდა გიყვებით ყველაფერს, რაც აგროს და გარემოს ეხება. საუბრობთ აგრარულ ტენდენციებზეც და ზოგადად სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზეც, რაც ჯამში სოფლების და რეგიონების განვითარების წინაპირობაა. რა თქმა უნდა, აქტუალობიდან გამომდინარე, ფოკუსში ვტოვებთ კლიმატგონივრულ რეპორტინგსაც. ამლებზე და საჭმელზე უარჩევანი უნდა გააკეთო ადამიანმა და საჭმელის ფულიც აღარ არის, წამალი ხოზებლებია საუბარი. გუშინ ზვაო მომვიდა ადამიანი და მეუნოა, არ ნახევარი მაქვს, პური ახლა ვიყიდო თუ საღამოსო მაგას ვფიქრობ. დღეს ჭიათურაში დგას ელემენტარული, აი როგორ მიიტანოს პური ოჯახში ადამიანმა. აუცილებელია მთავრობამ გამოყოს გარკვეული კომპენსაცია, ვიდრე გადაიბარებს, ვიდრე რამე პირობები შეიძლება გამოყოს კომპენსაცია, რომ ეს მშიერი ჭიათურა დროებით მაინც დააბლოს. ეს ჭიათურელი მაღაროელების 28 თებერვლიდან დაწყებული აქციიდან მცირე ამონარიდია, რომელიც ვფიქრობ კარგად აჩვენებს მთელი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ მდგომარეობას. ადამიანებს, შრომელ ადამიანებს, პურის ფულიც კი უჭირთ. ეს არიან ადამიანები, რომელთა შრომით თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიცოცხლის რისკის ქვეშ შრომით მილიარდობით ღირებულების მადანი ექსპორტდება. მაგალითად, მხოლოდ შარშან 2024 წელს ჯორჯიან მანგანეზმა ექსპორტზე გაიტანა 322 მილიონამდე დოლარის ღირებულების სილიკონ მანგანუმი. ჭიათურაში მაღაროებს ჯორჯიან მანგანეზი მართავს, თუმცა მუშაობს 50-ზე მეტი ქვეკონტრაქტორი კომპანიით. საქმე ისაა, რომ 1 მარტიდან მუშა პროცესი სრულად უნდა განახლებულიყო, თუმცა მოხდა პირიქით. წამგებიანობის მუმიზეზებით კომპანიამ მაღაროების დახურვა გადაწყვიტა და თანამშრომლებს ამაზე SMS-ებით აცნობა. ქრონოლოგიურად პროცესს აქციის მონაწილე მაღაროელი ტარიელ მიკაცაძე გაგვაცნობს. 1 მარტიდან კომპანია ჯორჯია მანგანეს შეთანხმების თანახმად ჭიათურაში 100%-ით უნდა აღედგინა მუშა პროცესი, რაც არ მოხდა. გარდა ამისა, სპეციალური მართვის რეჟიმზე გადასვლის პერიოდში 1 ნოემბრიდან 28 თებერვლის ჩათვლით კომპანია იღებდა პასუხისმგებლობას, რომ ხელფასის 60% გადაეხადა დასაქმებულებისთვის, ასევე შეინარჩუნებია სადაზღვევო პაკეტი. საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, ანუ ჩვენი მოთხოვნა იყო, მას დამატებოდა ბანკების შეჩერება, რადგან უკვე მესამეჯერ გაჩერებების პერიოდში მესამედ გაჩერდა მოახლოეს 4 წლის განმავლობაში კომპანია, რამაც ძალიან დიდ დავალიანებაში ჩააგდო საბანკო მომხმარებელი ჩვენი დასაქმებულები, თითქმის გაუორმაგდათ საბანკო შესატანი. ზოგის შემთხვევაში ხელფასის ოდენობას გაასწრო ბანკში შესატანი თანხის ოდენობამ და ამ ყველაფერმა ბოლო პერიოდში იანვრის თებერვლის ხელფასი არ დარიცხვია, ის 60%-იც კი არ დარიცხვია დასაქმებულებს და მოსახლეობა სრულიად ჭიათურა გახდა იძულებული 28 თებერვალს გამოსულიყო ქუჩაში. ეს იყო გამაფრთხილებელი, თვითორგანიზებული უკმაყოფილო ხალხის გამოსვლა და 28 თებერვლიდან ფაქტიურად ვიმყოფებით ქუჩაში. როგორ მივიდა პროცესი კრიზისამდე? ერთი მხრივ კომპანია ამბობს, რომ მაღაროებში მადნის ამოღება წამგებიანია, მეორე მხრივ თავად მაღაროში მომუშავე პერსონალი ამტკიცებს, რომ პირიქით ეს მომგებიანია და ეკონომიკური კრიზისი ხელოვნურად არის პროვოცირებული. როგორც პროფესიით ამფეთქებელი მაღაროელი, მუშაობის 15 წლიანი უწყვეტი სტაჟით, ტარიელ მიკაცაძე გვეხსნის, კომპანიის არასწორი მენეჯმენტის გამო მაღაროში მოპოვებული ნედლეულის თვითღირებულება ხელოვნურად არის გაზრდილი და არარეალურად ძვირი გახდა. პირობითი გათვლით, მაღაროში ტონა პროდუქტის თვითღირებულება თუ $12-ია, ბევრად იაფი $2 ჯდება იმავე ოდენობის მანგანუმის მოპოვება ღია კარიერული წესით, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, მაღაროს მადნის ხარისხი ბევრად მაღალია, ვიდრე ღია წესით მოპოვებულის და საუკეთესო პროდუქტი მიიღება მათი პროპორციული აღრევით, ანუ კომბინირებით. გარდა ამისა, მათივე თქმით, გარემოსთვის ზიანი ღია კარიერებს უფრო მეტად მოაქვთ, ვიდრე დახურულ შახტებს. დახურული შახტები ბევრად ეკოლოგიურად არის შეფასებული, ვიდრე ღია წესით მოპოვება, რადგან მიჩნეულია, რომ ამ დროს ნაკლებად კვდება მიწის ჰუმუსოვანი ფენა, ეს ნაყოფიერი მასა მიწისა, ნაკლებად ბინძურდება ჰაერი და ნაკლები დატვირთვა მოდის ხე-ტყეზეც, რომლის ინტენსიური მოჭრა ხდება ხოლმე, როგორც წესი, ღია კარიერული წესით მოპოვებისას.
კრიზისში ჩავარნის მიზეზები გახლავთ შეპესე მაღაროელის მომსახურე შეპესეების არარეალური სერვისი, არარეალურად გაბერილი სერვისი, იგივე სამაგრის საშუალების, იგივე ტექნიკური მომსახურების სერვისი, რომელიც არარეალურად არის გაზრდილი. ამიტომ გარდა იმისა, რომ ეს შეპესეები ძარცვავდნენ, ეს შეპესეები არარეალურ ფასად აწვდიდნენ მაღაროელს მასალებს, ძირითადი მოპოვების წყარო გახლავთ შეპესე მაღაროელი, აქ მოიპოვება მიწისქვეშა მადანი, მანგანუმი და იმის გაყიდვების შემდეგ ყველა შეპესეს თავისი წილი შემოსავლების მიაქვს. გარდა ამისა, კიდევ გადაწყვიტა მაღაროელმა და მისმა მენეჯმენტმა დაექირავებია ახალი კომპანია CMC ჯგუფი, ვინც ამ კრიზისიდან გამოსვლის გზებს დასახავდა და გარკვეული რაოდენობა მეტწილად უცხოელებისა და გარკვეული რაოდენობა ქართველებისა 2 წლის განმავლობაში მუშაობდა შეპესე მაღაროელში, წყალებში როგორ გამოიყვანათ კრიზისიდან. ამ დროს ამ ადამიანებს ჰქონდათ 20-30 და უფრო მეტი 1000 ლარის ხელფასი, ემსახურებოდათ საუკეთესო მანქანები, რომლის ტექნიკური მომსახურების სერვისი, რა თქმა უნდა, თბილისში იყო, აქ არ ხდებოდა მისი მომსახურება, ასევე საწვავის ულიმიტო პაკეტები, ასევე პრემიები და კიდევ ბევრი რამეები. ეს გამოძიების საკითხია და ფაქტიურად ჯერ ისედაც გაკოტრების პირას მისული შეპესე მაღაროელი რეალურად მართლა გააკოტრეს ვითომ საშველად მოსულმა შეპესეებმა და პიროვნებებმა. რას ითხოვენ მაღაროელები? არ გაიტანოს კომპანიამ ადგილიდან მასალები და ტექნიკა დანადგარები, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს მათი საკუთრებაა, მათი ფულით შეძენილი ღირებულებაა. მაღაროელებს ჯერათ, რომ კრიზისი მათი გამარჯვებით დასრულდება და მაღაროებში მუშაობა აღდგება, რისთვისაც მათ ეს ტექნიკა დანადგარები და მასალები დასჭირდებათ. კომპანიისგან ითხოვენ ზარალის კომპენსაციასაც, სახელმწიფოსგან ითხოვენ მაღაროების მართვის გადაბარებას, ითხოვენ ასევე სპეციალური ფონდის შექმნასაც, ეს ფონდი მათივე მტკიცებით ჭიათურელების განათლებას უნდა მოხმარდეს, ითხოვენ მადნის არასწორი მოპოვებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასაც. კომპანია არ გაიტანოს, არ გაბედოს ის საშენი მასალები და სარემონტო მასალები, რაც ჭიათურაში იმყოფება, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი ფულით არის ეს და ჩვენი შრომით არის შეძენილი ის ტექნიკა თუ მასალა. ამიტომ, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ და მაღაროებს აღვადგენთ, აუცილებლად დაგვჭირდება ეს ყველაფერი. გარდა ამისა, ის კომპენსაცია, რაც ამ ხნის განმავლობაში მაღაროს არასწორმა მართვამ გამოიწვია და დააზარალა სრულიად ჭიათურა და მაღაროელები, უნდა იყოს დათვლილი და შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმუშაოს ამასთან დაკავშირებით და სპეციალური ზარალის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს შეპესე, ალბათ შეპესეა CMC ჯგუფს და ასევე შეპესე მაღაროელის მაშინდელ ხელმძღვანელებს, ვინც კრიზისში ამ დონეზე მიიყვანა მაღაროელი. ჩვენი სამოქმედო გეგმა გახლავთ და ჩვენი მოთხოვნები გახლავთ ჭიათურა და მაღაროები გადაიბაროს სახელმწიფო, გავხდეს სახელმწიფო მფლობელობაში და ჩვენთან ერთად ჭიათურაში ყავს ძალიან კარგი სპეციალისტები, როგორც მაღაროების მერთვის, ასე სამთო პროფესიის მართვის ზოგადად, გადაიბაროს და ჩვენთან ერთად მართოს ეს კომპანია, რაც დარწმუნებული ვარ მოუტანს ძალიან დიდ წარმატებას როგორც ქალაქს, ზოგადად ქვეყანას ეკონომიკურად. მეორე ჩვენი მოთხოვნა გახლავთ ამ აქციისა, რომ შეიქმნას ფონდი, ჩვენ ვხედავთ, რომ აგერ არაფერი არ რჩება ჭიათურაში, თუ კი რამე გადის და ჩვენს მომავალ თაობას აღარაფერი აღარ დარჩება, როდესაც ეს მარგანულიც ამოიწურება და მინდა გითხრათ, რომ ამოწურვადი რესურსია და ძალიან დიდი დროს აღარ დარჩა ამ მარგანულის ჭიათურაში არსებობის. ამიტომ გვინდა, რომ ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის ამ მარგანულის სარგებლობისგან შეიქმნას ფონდი, რომელიც გარკვეულწილად გვაქვს 5%-ზე საუბარი, რომელიც ჩაიდება ჩვენი მომავალი თაობის განათლებაში და განვითარებაში. როდესაც გახდება დაბადების დღიდან 18 წლის ასაკამდე გარკვეული ინტენსივობით გაყიდვებიდან გამომდინარე უნდა ირიცხებოდეს თითოეულ ჭიათურელ მოზარდში მოზარდის ანგარიშზე თანხა და როდესაც გახდება 18 წლის მას კონდეს უკვე წვდომა მის
გამოტანაზე და გადაწყვიტოს როგორც სრულწლოვანმა რაში დახარჯოს და საით მიმართოს ეს თანხები. ასევე გვინდა გამოვეხმაუროთ უკვე შუქრუთის პროტესტს, ზუსტად მაღაროელის და მათი მენეჯმენტის არასწორი საქმიანობის გამო მოხდა ის, რომ დაინგრა ფიზიკურად შუქრუთის სოფელი, შეუქცევადი პროცესია და იმას აღარაფერი აღარ ეშველება ფაქტიურად. მსგავსი პრობლემის წინაშეა კიდევ 13 სოფელი ჭიათურის გარშემო, ამიტომ დაზარალებულ მოსახლეობას მთავრობის პასუხისმგებლობის ქვეშ კანონის ფარგლებში მიეხედოს როგორც საჭიროა ისე. შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ წარადგინა სასამართლოში განცხადება გადახდის უუნარობის საქმის წარმოებაზე, გაკოტრების რეჟიმით. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ 2025 წლის 14 მარტს მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით არ მიეღო წარმოებაში კომპანიის მიერ წარდგენილი განცხადება და ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის განცხადებაზე დაადგინა ხარვეზი და სხვა საკითხებთან ერთად მიუთითა, რომ კომპანია ვერ ასაბუთებს გაკოტრების რეჟიმის პირობებს. გახსნა აშკარად არ ეწინააღმდეგება კრედიტორთა ინტერესებს, ამბობენ სასამართლოში. პროფკავშირების გაერთიანებას კი მიაჩნია, რომ სწორედ კომპანიის გაკოტრების რეჟიმი ეწინააღმდეგება დასაქმებულების ინტერესებს და არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა უარი თქვას მისი ვალდებულების შესრულებაზე. გახარებული ვარ იმით, რომ დღეს გამოვიდა სასამართლოს განჩინება, რა მოლოდინიც ჰქონდა, რომ სასამართლო მინიმუმ დაახარვეზებდა კომპანიის, ესე ვთქვათ, გადახდის უუნარობასთან დაკავშირებით განცხადებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც განცხადებაში არის აღნიშნული. ეს არის ხარვეზი, ეს არ არის, ესე ვთქვათ, საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ამ დახარვეზებაში იმდენ ინფორმაციას თხოვენ კომპანიას და მათ შორის ჩვენი როგორც კრედიტორის ზიანი რო არ ადგება ჩვენი საიდენტიფიკაციო კოდების, განცხადებების და არავინ უამრავი რაღაცის ინფორმაციის წარდგენას, რომ 5 დღეში კი არა, 5 წელიწადში ვერ წარადგენს ეს კომპანია ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენ ხელშია და მივაწვით თუ არ მივაწვით ამ ინფორმაციას, ესე ჩვენი გადასაწყვეტია და რა თქმა უნდა, ბუნებრივია, აც არაფრის მიწოდებას არ ვაპირებ, ისე როგორც მათ არ მოუწოდებიათ ინფორმაცია დაკეტვასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 5 დღეში ეს კომპანია ამას ვერ გააკეთებს, აქედან გამომდინარე მოუწოდებ, რომ გონს მოიგოს და რაციონალურად გადაწყვიტოს ის პრობლემები, რომელიც მიადგა დასაქმებულებს მისი ქმედებიდან გამომდინარე. ეს არის მცირე პირველი გამარჯვება, მაგრამ დროში ვიწვევით ძალიან, იმიტომ რომ ხალხი არის უხელფასოდ დარჩენილი და ამ დავებს არ ექნება დასასრული, ჯობია გონს მოიგოს და მთავრობასთან ერთად სამხედრო კომისიაზე, სამუშაო ჯგუფში წარმოადგინოს ის შესაძლებლობები სხვა აქტივებიდან, როგორ დაფარავს ამ ყველაფერს. სამხრივ შეხვედრებზე პროფკავშირები ჯორჯიან მანგანეზი და მთავრობის წარმომადგენლები მსჯელობენ მაღაროელთა პრობლემებზე, თუმცა თავად აქციის მონაწილე მაღაროელები ამ შეხვედრების ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებენ და მოითხოვენ მთავრობა პირდაპირ გაფიცულ მშრომელებს შეხვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 24 მარტიდან აქციების თბილისში გაგრძელებას აანონსებენ. ახლა მცირე ეკონომიკური შეფასებაც მინდა გაგაცნოთ. ეკონომისტი დემურ გიორხელიძე შექმნილ ურთულეს ვითარებაში პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებს და ყურადღებას ამახვილებს ჭიათურის თავისებურებაზე, რომელიც მდგომარეობს მის მონოინდუსტრიულობაში, ანუ აქ ყველაფერი მანგანუმის მოპოვებაზეა ფაქტობრივად მიბმული, რაც სპეციფიკურ მართვას და მენეჯმენტის განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. მისივე თქმით, მსოფლიოში ამის არაერთი შემთხვევაა და ჭიათურის შემთხვევაშიც შეიძლება იმავეს გაკეთება, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, მაგრამ გიორხელიძეს ეჭვი აქვს, რომ ჭიათურის პარალიზება ხელოვნურად ხდება. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ამ ქალაქის დაცლა ვიღაცის ინტერესშია. მე ეჭვი მაქვს ეხლა, რომ ჭიათურის პარალიზება იქნება დაკავშირებული გარკვეულწილად იმასთან, რომ თუ ყველაფერი გაჩერდა, უძრავი ქონება ჭიათურის ცენტრს თუ ნახავს ვინმე და ქალაქის განლაგებას, თუ იქ სამუშაო ადგილი არ იქნა, მოხდება კერძო სექტორში ბინების ფასის გაუფასურება.
მას აუცილებლად გაუჩნდება მყიდველები ჩალისფასად, ისევე როგორც იყო თავის დროზე ტყიბულში, ესაც ხელისუფლების უპასუხისმგებლო შედეგი იყო, იქაც ყველაფერი, ყველა შახტში ვარ დამყოფი და ყველაფერი დანახი მაქვს. რა ქნას ადამიანმა როგორ ირჩინოს თავი, ისინი გაყიდიან, ალბათ ესაა გათვლა, იმიტომ რომ შემდეგ თუ დაცარიელდება გროშის ფასად იქნება ეს ყველაფერი შეძენილი, მთლიანად გადათხრიან ამ ჭიათურის მიმდებარებს და იმ მადანს დარჩენილს გამოიღებენ უკვე გროშების ფასად. ამნაირი ხელისუფლების ფარგლებში ეს შესანიშნავი ქალაქი შეიძლება დაიხუროს. ხელისუფლებას აქვს ჩარევის საშუალება, მას შეუძლია მმართველი შეიყვანოს, გაკოტრების პირას დააყენოს ესენი, პროცედურები გაკოტრებისა იქნება და შემდეგ მოხდება ის რეორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს. ეს რა არის, ის ტექნიკის საქმე, ეს არ არის პროფესიულად რაიმე რთული საკითხის, მაგრამ აქ მთავარია პოლიტიკური ნება. აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქცია არის სწორი პოლიტიკის გატარება, რომ შენ ჭიათურას დახურავს ხვალ ზეგ ის მოგინდება და იმას დახურავ, მერე იმას დახურავ, იმას დახურავ და გამონთავისუფლდება ბლომა შენობები, მიაყიდია, განათლება კიდევ უფრო უარესი იქნება, რაც მალე აიყრება ქართველი ამ ქვეყნიდან და მოდით უხეშად ვიტყვი, აახვევს საქართველოდან, მით უკეთესია, იმიტომ რომ ხელისუფლება ამ დავალების გამტარებელი არის. საშიში მდგომარეობა ყველგან ერთი და იგივე პროცესი მიდის. ქართველებისთვის გაუსაძლისი გარემო იქნება და ქვეყნიდან გადიან, იმიტომ რომ თავი გადაირჩინონ. სოციალური სამართლიანობის ცენტრიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ხედავს ამ უმძიმეს ამბავში. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს უმუშევრად დარჩენილი 3500-მდე მაღაროლის უკიდურესად რთულ სოციალური მდგომარეობის მოგვარება და ასევე იმ ეკოლოგიურ საფრთხებზეც საუბრობენ კომპანიაში, ორგანიზაციაში, რაც ბიზნეს ოპერატორის სამომავლო გეგმებს ახლავს თან. ისინი მაღაროების გაჩერებას კარიერული მოპოვების ჩანაცვლებით აპირებენ. ამ დრომდე ჭიათურელებს არავინ შეხმიანებიათ და ჩვენ არ ვიცით რა არის სახელმწიფოს პოზიცია. გაგრძელდება ჭიათურაში მოპოვება თუ არ გაგრძელდება, ან საერთოდ რა ფორმით გაგრძელდება, იმიტომ რომ მაგალითად ეს კომპანია, ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია ამბობს, რომ მისთვის მიწისქვეშა მაღაროებში მოპოვება არის არამომგებიანი, თუმცა აპირებს ღია კარიერული წესით მოპოვებას, რაც არის აბსოლუტურად გამანადგურებელი და დამაზიანებელი გარემოსთვის და აქამდე რაც ყოფილა ჭიათურაში ამას აქვს უმძიმესი ეკოლოგიური შედეგები და ჭიათურელები ამბობენ, რომ თუ ეს ნამდვილად ასე მოხდება და მიწისქვეშა მოპოვებას ჩაანაცვლებს ღია კარიერული წესით მოპოვება, ცოტა ხანში ჭიათურა საერთოდ აღარ იარსებებს. ამიტომ ეხლა მნიშვნელოვანია, რომ მოკლევადიანად ამ ხალხის სახელფასო დავალიანება დაუყოვნებლივ ანაზღაურდეს, იმიტომ რომ ეს არის გადაუდებელი ამბავი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანად სახელმწიფომ გასცეს პასუხი ჭიათურას თუ რა ბედი ელის მათ. მთავრობა ამ დრომდე დუმდა. დუმილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრემიერმა დაარღვია და მაღაროელებს უთხრა, რომ საქმეს თვალყურს ადევნებენ. რაც შეეხება მაღაროელების მოთხოვნას მართვის გადაბარებაზე, მთავრობის მეთაური ამას დაუშვებლად მიიჩნევს. კობახიძის ეს პოზიცია კი მიუღებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა აქციის მონაწილე მაღაროელებისთვის. მათ არც პასუხი დააყოვნეს. ზოგადად სახელმწიფომ რო წამოიღოს კერძო საწარმოეს, პრინციპულად არასწორია. არ ვიცი, იმედია გამოსავალი გამოიძებნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ვინც შრომობდა ამ მაღაროში, ყველას კონდეს ღირსეული ანაზღაურება. რთული საკითხია, ანუ არის აქ გლობალური პრობლემა. პროდუქციაზე ფასები არის სერიოზულად დაცემული, რის გამოც რენტაბელობა დაკარგა საწარმომ და ამ ფონზე რამდენიმე თვის განმავლობაში გასცემენ ხელფასებს 60%-იან ხელფასებს, ისე რომ რეალურად მაღაროები აღარ მუშაობს. ანუ რთული ვითარება, რა თქმა უნდა, რთულია კერძო ბიზნეს მოთხოვო
საწარმოს მუშაობის გარეშე ხელფასების გადახდა, ამას აკეთებდნენ სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, თუმცა მუდმივად ამას ვერ გააგრძელებ. კარგი ინფორმაცია ის არის, რომ როგორც იქნა 21 დღეს რაღაც ინფორმაცია გვაქვს, მთავრობამ პირი დააო. მაგრამ ცუდი ის არის, რა თქვა. მე პირდაპირ დამჩნევს საბეჭდილება, რომ ხონელია და ეგ არიან ძალიან მაგრად ერთმანეთთან. ზუსტად ამ თვის განმავლობაში რომ მოდიოდა ჭორები, რომ მთავრობასთან ერთად სხედან და განიხილავენ პრობლემიდან გამოსვლის გზებს, მარტო კომპანიასთან იჯდა მთავრობა. სხვა საბეჭდილება არ დამრჩა. იმიტომ რომ რასაც ამბობს თუთვერიძე და ხონელია, ზუსტად იგივე გაიმეორა პრემიერმა. რაც არის ძალიან გამანადგურებელი და კიდე რა შეიძლება უწოდო იმის წუთნახევრიან ჩაკომენტარებას და გამოსვლას ჭიათურასთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც პრემიერი ამბობს, რომ კი ძალიან წუხვარ ხალხზე, მაგრამ კერძო საწარმოს სახელმწიფო მართლობაში გადაცემა პრინციპულად მიუღებელია. ჯერ არის რომელ საწარმოზია ხალხო ლაპარაკი ეს მაინტერესებს. აი მერიის თანამშრომლებს თქვენ რომ გამომწვანე და აგვიხსნათ. რას ნიშნავს კერძო საწარმო? ხალხო, არც გეჩხუბებით, არც გიყვირივართ, უბრალოდ გაგვამართლეთ ჩვენს გითხარი აგვიხსენი, რას ნიშნავს საწარმო? რაზე საუბრობს პრემიერი? და რატო საუბრობს ისე, რომ თითქოს კომპანიის პიარ მენეჯერი იყოს და კომპანიას უწევდეს პიარს? რატო არ მიაწოდოთ სწორი ინფორმაცია იმ ადამიანს ხალხო? და თუ მიაწოდოთ და მაინც ასე ლაპარაკობს, მიჯვარეს ისევე მარტივს. თორე ჩვენ სხვა გზა არ გაგვჩენია. ჩვენ სასახლელი არ გვაქვს, ჩვენ ვერ შევეგუებით ამ პირობებს. და უნდა ვებრძოლოთ ყველას, ვინც ჩვენ წინააღმდეგ მოდის და ვისაც უნდა რომ დაანგრიოს და გაანადგუროს ეს ქალაქი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება. ვერავის ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ ხალხი გადაათენოს. ქალაქი დაგვინგრიოს. ჩამოიტანეთ მაშინ ბენზინი მოასვით ამ ქალაქს და დაწვით თავის შენობებიან, თავის ბავშვებიან და ადამიანებიან. და თხარეთ მერე. სხვანაირად უფლებას არ მოგცემთ, კიდე გეუბნებით. და რას ნიშნავს კერძო საწარმო? ჯერ ვინ საუბრება, რომ კერძო ქვია. და მერე საწარმო რას ქვია? რა საწარმოებს ხალხო? გამაგებინოთ რა საწარმოებს? მიწას დაცვის პროექტში, მიწაში არის სიმდიდრე. მიწიდან მოაქვს სიმდიდრე და რა კერძო საწარმოებია ლაპარაკი გამაგებინოთ ხალხო. ეს სიმდიდრე არის ჩვენ პროექტში, ჩვენ მეზოებში, ჩვენი სახლის ქვეშ. და ვინ არის კერძო ინვესტორი და საიდან არის იმის კაცი? და მით უმეტეს როგორ აქვს იმის უფლება, რომ შეერი დატოვოს თელი ქალაქის მოსახლეობა. და რა ძლევს იმის უფლებას, რომ გადათხაროს და გაანადგუროს ეს ქალაქი? ან თქვენ რას ფიქრობთ? ბატონო პრემიერო, ბატონო ხელისუფლებაო, რას ფიქრობთ, რას უპირებთ ამ ხალხს? ან რას უიმედოთ, ან საერთოდ საით მიხოთ საქმე? 3000 ოჯახი შიმშილობს, იმიტომ რომ ერთადერთი შემოსავლის წყარო ჩვენთვის და ჭიათურელებისთვის ამ შემთხვევაში არის ჯორჯიან მანგანი, ან მანგანუმი. ჭიათურის მანგანუმი, მაღარუები. და ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ანუ რა უკვე მეტი რა უნდა მოხდეს, რომ ეს საკითხი მართლა აი ადამიანის სიღრმისეულად შეისწავლოთ და რაღაცა კომპანიის რაღაცა აი დაუმოწმებელ და დაუდასტურებელ ინფორმაციებს რომ არ აყვეთ და იგივე თქვენც არის საუბრობთ. ანუ გავიგეთ, კაცო, კერძო ბიზნესია, მაგრამ ხო აქ ამ კერძო ბიზნესს თავისი დათქმები, ლიცენზიის პირობები გადახედეთ, აბა არ ყვეს, ჩვენ ხედავთ რომ არ ყვეს, უბრალოდ მშრომელები ვხედავთ, მოსახლეობა ხედავს რომ არ ყვეს, ხო ამ კერძო ბიზნესს და რავი, გადახედეთ, აბა კარგად თქვენს და იქნებ თქვენს დაინახოთ ეს დარღვევები და რავი, გადაიხედოს ან შეუჩერდეს სულად ამ კომპანიას ლიცენზია. ეგრე ხო არ არის კაცო, რომ ხელა ქალაქი პარალიზებული რო გახადოს და ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დააყენოს. რავი, მართლა დაცლა გინდათ ამ ჭიათურის თუ როგორ არის თქვენი საქმე და მე გინდათ რომ ერთიანად მიადგეთ ყველა და გადათხაროთ თელი ქალაქი, არ გამოვა, ეგრე არ გამოვა. მაგას ჭიათურელები არ გააკეთებენ, არ დაუშვებენ. რეგიონში უმძიმესია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ეკოლოგიურიც.
წლობით ნაგროვები მოუგვარებელი გარემოს დაცვითი პრობლემებით ჭიათურა ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. ამ ქალაქში ადამიანებისთვის ცხოვრება უფრო და უფრო საშიში ხდება. ყვირილა რო ვერადა ვერ გაშავდა ვერც ერთი სახელმწიფო მმართველის ხელში და ვერც ერთი კომპანიის მმართველის ხელში, ბოლოს და ბოლოს მიეხედოს ამ ეკოლოგიურ მდგომარეობას, აგერ ღია კარიერული გადათხრები ვითომცდა, რომ მოსწორებას დაექვემდებარა და რაღაც გარკვეული ნაწილი მოსწორდა, მაგრამ ამის შემდეგ აღარაფერი აღარ მოხდა. რეალურად მიეხედოს ქალაქის ეკოლოგიას, რეალურად გაიწმინდოს ყვირილა, რეალურად გაიწმინდოს ქალაქში ჰაერი, რომელიც 32 ჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ არის დაბინძურებული ვიდრე დასაშვები ნორმაა, რაც იწვევს გულსის ზარდთა დაავადებებს ადამიანში, რაც იწვევს სიმსივნურ დაავადებებს ადამიანში, ასევე გვაქვს ისეთი მოთხოვნები, როგორც არის ქალაქში იყოს ნორმალური საავადმყოფო და კიდევ ბევრი რაღაც. ამიტომ აუცილებელია, რომ სახელმწიფოებრივად იყოს ეს პასუხისმგებლობა აღებული, გადაიბაროს სახელმწიფომ და ჩვენ თავაზობ ჩვენს თანამშრომლობას, ჩვენს ადამიანურად, ჩვენს ხელს, რომ ჭიათურა გადავარჩინოთ. ის რომ ეკოლოგიური პრობლემები ჭიათურაში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს აყენებს რისკის ქვეშ, ახალი ამბავი არაა. ჯერ კიდევ 1 წლის წინ 2024 წლის მარტში გადაღებული კადრები მინდა ახლა გაჩვენოთ სოფელ პერევისადან. ამ კადრებიდან საკუთარი თვალით ნახავთ, რა მდგომარეობაშია ჭიათურაში მიწა, ჰაერი და ადამიანების საცხოვრებელი სახლები, ეზოები, საცხოვრებელი გარემო, მადნის ღია კარიერული წესით მოპოვების გამო. როგორც ადგილობრივი საკუთარი ეზოს მაგალითს ეყვება, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს საქონლის შენახვაც კი უჭირთ, ბოსტნებში აღარ მოდის მწვანილი, ხეხილი ხმება, ვენახი აღარ მსხმოიარობს, ვისაც მიწა დასაკანონებელი აქვს, როგორც პერევისელი ადგილობრივი ამბობს, მას განგები უჭიანურებენ რეგისტრაციის პროცესს. აქ არის ჩემი სახლი, ჩემი მამული, რომელიც არის მოწყვეტილი, ყველანაირად მოწყდა, ყველადღიურად წყდება ისეთ ადგილებში, რომ სადაც ფეხი გაქვს ადამიანს ყველგან დასადგამი და ბავშვი ყავს გასაშვები, საკონელი ყავს გასაშვები. 4 წელიწადი არის ღამი აღარ გამითევია ჩემს სახლში და ქვემოთ სადგური დგას მაღაროთში, ქვემოდანაც შემოდიან, გვირაბითაც შემოდიან და ზედა გადათხრებიც მიდის. ანუ დაუნდობელი სიტუაცია მიდის, აქ არავინ არ ინდობს გლეხს, არავინ არ ინდობს ქალაქს, არავინ არ ინდობს სოფელს, არაფერს არ ინდობენ. ერთადერთი მიდის იმაზე საუბარი ჩემი გადმოსახედიდან, რომ მარტო თავის ჯიბეზე ფიქრობენ. 5 წელიწადი არის მამა ჩემის და ბაბუა ჩემის სახკარს ვერ ვიფორმებ. ჩემ მამულს ვერ ვიფორმებ. შევანაძის ხელმოწერებით მაგ ყველა აქტი აბსოლუტურად და არ ვიფორმებენ იქიდან გამომდინარე. მე წაიღონ უფასო შენი. ხო, მიაქვს უფასოდ ყველაფერი. ეს შენი მიწებია, ხო აქაც. ეხლა რასაც უყურებ, აქ არის 4 ნაკვეთი არის აქ ჩემი. ეხლა ზოლზე რასაც უყურებ, ადა ჩემი მიწები არის. იქ სახლი არის რომ აი. ანუ ერთადერთი მიზანი რის გამოჩელება არ გაგიფორმო, იმიტომ რომ ყველას ყველაფერს უფორმებენ. ყველაფერი ფორმდება დღეებში, 2 დღეში, 3 დღეში ფორმდება. 5 წელია მწვალობ გაფორმებას არ გამიფორმებს. 2 თვის უკან აქ იყო 9 მეტრიანი ნაპრალი. და გაოცებული ვიყავი და დღეს არ ვხედავ, ჩამოვედი 9 მეტრიანი კი არის ჩასული ქალაქში არის უკვე ჩემი კარმი და მოჩასული. სახში ვერ მივდივარ, ძმაო, დააკვირდი, აი როგორ მივიდე სახლამდე. აქ ვაფშე ამ ნაპრალის ბავშვი როგორ ჩამოვიყვანო, სოფელში როგორ მოვიდე. ანსტუმარი როგორ მივიღო, აქათამი როგორ გავზადო, აღორი როგორ გავზადო, აი სოფელში რა გავაკეთო აქ მითხარ. არა, აქ ამის გასათევით არ დამიტოვე, ყველაფერს თავი დაანე. უწყიცო გამოუშვა ჩავარდება და მithumetes აქ შვილების გამოშვება რაღაც ეს 4 წელია ღამე სახში არ გამითევია ზმო მეშინი. სახლი გაიფორმეო, ნაკვეთები გაიფორმეო და მე ამოვა აუდიტიო და შეაფასებსო. ჯერ მაგრამ შესაფასებლად აუცა და სააუდიტოდ რატო გამიხადეს საქმე. მე არავინ აღარ მოსულა, იმიტომ რომ არ მიფორმებენ სახლს, არ აინტერესებთ, იციან რომ ვერ გავიფორმებ. რომ მორჩებიან ყველაფერს გამიფორმებენ იმას სილას. მამა პაპისეული წყარო არის ეს, დაშრა. დაშრა ეს წყალი არ მოდის. რაღაც წყალი მოაქვს. ეს რომ გავიდეს ახლა ეს ხო იქ შეიძლება ჩავარდეს ვეღარ ამოვიდეს იგი ნაპრალი. შემორაგულში ხარ აქ მიდო შემოშობლო ვერ უშვებენ ეზოში ხარ აქ. აუ ვერ იცხოვრო როგორ იცხოვრებ აქ ახალი საშენებას ან სახლის საშენებას რა აზრი აქვს აქ ლოვაში. ხო და ესეც ინგრევა იმიტომ რომ ესეც ინგრევა ეს დამინგრიეს. რასაც ქვია დამინგრიეს. აქ ვენახები მაგიტო გალავრები მქონდა. აბა სახელი გავხდი მაგიტო. თბილისში წასული ვარ. ბებია ცხოვრობდა, ბაბუა ცხოვრობდა, ჩამოვდიოდი დაჩა, ცოლშით ერთად ვისვენებდი, ბიძაშვილები ჩამოდიოდნენ, მამიდაშვილები ჩამოდიოდნენ და ამ სახლში ბოლის სულ ამოდიოდა ყვამლის. ეხა არც სტუმარი მოდის და მეც აღარ მოდიო. აქ ვენახები მქონდა, ტალავერი მქონდა, ხეხილი მქონდა, ყველაფერი გახმა. ბოსტანში წვანის ვერ მოიყვან ძმაო. ხო და ჩვენ გვეუბნებიან რომ ეს რა ქვია. უცხოეთშიო ვიზებს გაიკეთებთო და
შეიძლება რა თქმა უნდა უცხოეთში რატო უნდა წავიდე უცხოელებს აქედან ჩემი ოქრო მიაქვთ რასაც ვქედა მე ვცხოვრობ მათხოვრად ესე პიტაპირა 100 მეტრში რამინ არის ღიაკარიელი და შემოდის მაღარო ჩემი სახლის ქვეშ აქედან ესე 150 მეტრში ხერხეთ ამ სახლის ქვეშ რა თქმა უნდა მიტოა დანგრეული კრუგში აი ქვემოდან გათხრილია ზედაპირულად ხსნიან გვერდი აი კრუგში თხრიან აი ამ ტერიტორიას რა არც ცხოვრება ღის აქ და არც სტუმრად ჩამოსვლა ღის აი რო ჩამოხვიდე ყვავილს ვერ ნახავ გახარებულს ამ ეზოში და ხეხედავთ აგერა რა დღეშიდაც არის ჭიათურაში არც ეკონომიკური და არც ეკოლოგიური პრობლემები ახალი არაა და ჩვენი გადაცემებიდანაც კარგად დაგანახეთ 2024 და 2023 წლებში გიყვებოდით რა პრობლემებს ქმნიდა ამ რეგიონში ჯორჯიან მანგანეზის არასწორი ოპერირება და ამაზე ხელისუფლების უმოქმედობა თვალის დახუჭვა გთავაზობთ ჩვენი 2024 და 2023 წლების არქივიდან მოკლე კოლაჟს ნაყოფიერი მიწის ფენა ყოველთვის უნდა მოხსნა და საწყობო შეინახო დააბრუნო უკან. არსად ეს არ არის გაკეთებული. არსად არც ერთ კარიერზე, არც ძველზე, არც ახალზე, არსად ეს არ კეთდება. პირველ რიგში ეს, ხო? მეორე რიგში ის, რომ ადამიანების საცხოვრისის გაუვარგისება ისე ხდება, რომ სოფელში ღობის გარშემო უთხრიან ადამიანს მიწას. და ეუბნებიან, რომ შენ საკუთრებას არ ვეხები და შენს გარშემო ვაკეთებ, ანუ შენთან არ მაქვს შეხება. ფაქტობრივად ადამიანებს იძულებულს ხდიან, რომ წავიდეს იქედან. არასოდეს არ გამოყენებულა კანონშიც არ არის მსგავსი რეგულაციები, როგორი რა ვალდებულებები, რა უფლებები აქვს ამ პირს, ესე ვთქვათ. და აღმოჩნდა ისე, რომ ამ ადამიანს აქვს სრული განკარგვის უფლება საწარმოსი, ამასთანავე სახელმწიფო უწყებები, რომლებიც უნდა აკონტროლებდნენ კომპანიას, ამოწმებდნენ მის ვალდებულებების შესრულების ხარისხს, გვეუბნებიან, რომ ჩვენ დღეს კომპანიას აღარ ვამოწმებთ, იმიტომ რომ იქ არის გარემოსდაცვითი მმართველი, რომელიც არის სახელმწიფოს წარმომადგენელი და არის გარანტი იმისა, რომ იცავს კანონს, ესე ვთქვათ. და მივიღეთ ისეთი აბსურდული სიტუაცია, როდესაც კომპანია არ ღვევს ისევ, თუმცა არავინ არ არის ვისთანაც იჩივლებ ამის შესახებ, ესე ვთქვათ რა, ვერავისთან ვერ იპოვი სამართალს. თვითონვე აშავებს და მასთანვე უნდა ეძებო სამართალი, ესე ვთქვათ და ის არის აბსოლუტურად მიუწვდომელი. ამიტომ მივიღეთ სიტუაცია ჭიათურაში დღეს, როდესაც დღემდე არნახულ მასშტაბებზე გაიზარდა მოპოვების მოცულობა, ფაქტიურად ითვისებენ ყველგან და ყველაფერს, სადაც წვდებიან და განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ეს მოპოვება ძირითადად არის ღია კარიერული წესით, რაც ნიშნავს, რომ განსაკუთრებით დიდი მასშტაბებით ისპობა ნაყოფიერი მიწის ფენა ფაქტიურად ეს ტერიტორიები გახდება და გახდა უკვე რიგი სოფლებისა საცხოვრისად უვარგისი, რადგანაც ეს მიწა, ანუ ტექნიკურად რეკულტივირებული თუნდაც, ხო, ზოგან რეკულტივაციის გარეშეც არის ეს ყველაფერი დატოვებული და აბსოლუტურად სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია ეს ტერიტორიები, ხო, იმხელა ღრმულებია, მაგრამ ზოგ ტერიტორიაზე ხდება ტექნიკური რეკულტივაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ორმოების ამოვსება ხდება, ანუ იმ მიწით, რომელიც მათთვის აღარ არის საჭირო, ხო? ეს ნიშნავს, რომ იქ ნაყოფიერი ფენა არ არის და დიდხანს არ იქნება, იმიტომ რომ ბუნებრივად ნაყოფიერი ფენის 1 სანტიმეტრი ნაყოფიერი ფენის წარმოშობა სჭირდება 100 წელიწადი. ანუ 100 წლეულების განმავლობაში იქ დიდხანს ის ტერიტორია არ ივარგებს ადამიანისთვის, რომ მოიყვანოს მოსავალი, გაზარდოს ხელმცენარეები და ასე შემდეგ. უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ტერიტორიები დაიცლება ავტომატურად მოსახლეებისგან. თვითმმართველობას ბოლომდე ვერ დავადანაშაულებდი იმაში, რომ არ აკეთებენ იმდეს, რამდენიც უნდა გააკეთონ, სახელმწიფომ ჩააყენა ძალიან ცუდ სიტუაციაში თვითმმართველობა, როდესაც აი ეს ლიცენზია აიღეს რუკაზე, სახაზავი და შემოხაზეს ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, დიდი ტერიტორია, ესე პერიმეტრად შემოხაზეს და გასცეს ლიცენზია. გაცემული იყო ძალიან გაუაზრებლად, ძალიან დიდ ტერიტორიას და ყოველგვარი პირობების გარეშე. ისიც კი არ იყო მითითებული კარიერული წესით, დახურული წესით, რა ადგილზე როგორ, აი უბრალოდ ფართობი წერია ლიცენზიაში და
ვადა, რომ ამ წელიწადამდე მოქმედებს ვადა ძალაშია ლიცენზია. მეტი არაფერი ლიცენზიაში არ წერია. ძალიან აბსოლუტურად დანაშაულებრივი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ თუნდაც ასეთი ლიცენზია ითვალისწინებს იმას, რომ კანონის მოთხოვნები უნდა დაიცვა, ხო? არც ამისთვის არ იწუხებს თავს კომპანია. ეს იყო დაახლოებით 160 მეტრა გადახსნა. შემდეგ რომ მორჩენ სამუშაოებში ეს გაასწორეს და გაამწვანეს თავი. რასაც უძახიან ხოლმე გაამწვანებთ და რეკულტივაციას უკეთებთ. ეს არის მაგათი გაკეთებული რეკულტივაცია. ეს ტერიტორია გადახედე. აი ესეთ სუნდელო იყო ეს. ინდორი იყო თავის ხეებით ლამაზად. აი ამ თავზე უკვე მოსახლეობა იწყება ჩორლებული 100 მეტრაც არ არის მოსახლეობიდან აქეთ. ამოვასვენეთ აგეთ მიცვალებული აქ და გადავასვენეთ სხვაგან. აგეთ რა ფაქტია და აგეთ მიცვალებულები. ამოვასვენეთ და გადავასვენეთ. ამოტრია და ახლა ეს ამას მოვუწევს ამოსვენება მიცვალებულს. ამას მოვუწევს არის გეოლოგიური კუთხით ისეთი უცნაური ფორმები, რომელიც ღია გარემოს მოპოვებას ახასიათებს, არის შეუსებელი ადგილები, გაჩნდა ტბორები, მოძრაობს მიწა, განვითარდა გარკვეული ეროზიული მეწყრული პროცესები, დაიკარგა ნიადაგის ნაყოფიერი ფენა, დაიკარგა ხემცენარეული საფარი, რომელიც ვეღარ განვითარდა ამ ტერიტორიაზე. დღეს ისევ განახლდა ჩვენს სოფელში 7 ჰექტარზე არის კონკრეტულად ჩემუბანთან ახლოს მონიშნული ეს ტერიტორია, სადაც არის ასევე ხემცენარეულობა, არის მოსახლეობა, არის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, იქ არის მღვიმეც პატარა, მართალია ამაზე არავინ არაფერი არ იცის, გარდა ჩვენი სოფლელებისა, არის გზა, ინფრასტრუქტურა ასე შემდგომ. არ გააჩნია ამ ყველაფერს არავითარი კარიერული მოპოვების დამუშავების პროექტი. რომელსაც ვიძიებთ დღემდე ყველა შემთხვევაში ვერ მოვიძიეთ ჩვენ მივმართეთ რამოდენიმე სამინისტროს გვინდოდა შეგვესწავლა რა ხდებოდა რამდენად აღრიცხული ქონდათ ეს ხემცენარეულობა იცოდნენ თუ არა ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დაცვის შესახებ არის ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დასაწყობების ტერიტორია გამოყოფილი თუმცა ამ ტერიტორიაზე არაფერი არ ფიქსირდება სამწუხაროდ არადა მოპოვება მიდის არადა მოპოვება დაწყებულია გვაქვს ეჭვი და შიში ყველაზე მეტი ეს ჩვენთვის ყველაზე საშიში ეს არის რომ ყოველგვარი წესების დაუცველობის შედეგად შეიძლება რომ დაზიანდეს აქაური ისედაც მცირემიწიანი რეგიონისთვის ნიადაგის ნაყოფიერი ფენა დაიკარგოს ენდემური სახეობის ხეები და ტყის ფართობი დაზიანდეს ინფრასტრუქტურა მოსახლეობის და სახლები დაზიანდეს. ჯორჯიან მანგანეზი ასევე სახელმწიფო უწყებები მაქვს სამინისტროებზე საუბარი რატომღაც სამისამართებენ ჩვენს ასე ვთქვათ მოთხოვნას ჯორჯიან მანგანეზთან ჯორჯიან მანგანეზი თავის ქვეკონტრაქტორებს რაღაცა აი ესეთი გაუგებრობა არის ვინ სად როგორ რანაირად ვერ გებულობთ ხოლმე და ძალიან ძნელია რაღაც კონკრეტული ინფორმაციის მიღება ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი რომ რაღაცა სარგებელი ქვეყანამ მიიღოს თუმცა ერთი რაღაცის გაფუჭებით მეორე რა თქმა უნდა ეთება არ შეიძლება ხო რა თქმა უნდა ბოლო წერტილი როდესაც 2 წლის წინ შემოვიდნენ აი მაშინ ასე ვთქვათ გახდა ჩვენთვის ისეთი სასიგნალო, რადგან 7 ჰექტარ ტერიტორიაზე მოიზომეს ასე ვთქვათ ტერიტორია, ეს არის ტერიტორია, სადაც არის ძალიან ბევრი ხემცენარეები, რომელიც წითელ წიგნში არის შეტანილი და აქ საინტერესო დეტალი არის ის, რომ 7 ჰექტარიდან რეალურად კერძო საკუთრება არის 0.6, ანუ ეს არის ტერიტორია, როგორც ჩანს, სალიცენზიო ტერიტორია, სადაც შეუძლიათ მოპოვება. მაგრამ აქ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი არის ის, რომ უკიდურეს დაბალ წერტილში იწყებენ მუშაობას გარდა იმისა, რომ მოსახლეობა წინააღმდეგი არის, მინდა აგიხსნათ გეოგრაფიულად როგორი მდგომარეობა. უკიდურესი წერტილი არის დაბალი წერტილი და აი ამ წერტილიდან სიმაღლეზე არის სასაფლაო, ეკლესია, საბავშვო ბაღი, მთელი რიგი ინფრასტრუქტურა და გზა. ხელისუფლება ჯორჯიან მანგანეზში მიავლინა სპეციალური მარკეტი 2017 წელს. თავის დროზე 400 მილიონზე მეტი დააჯარიმა ხელისუფლებამ ჯორჯიან მანგანეზი, ასე ვთქვათ, ბუნებაზე მიყენებული ზიანის და გამო და მთელი რიგი პრობლემების და გამო. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, თუ რატომ დანიშნეს, ვთქვათ, ნიკოლოზ ჩიკოვანი 2017 წელს, ხო? იყო გამოესწორებინა ეკოლოგიური და ის კატასტროფული სავალალო შედეგები, რაც მიაყენა ჯორჯიან მანგანეზს. მე მინდა გითხრათ, რომ 2017 წლის შემდგომ კი არ გამოასწორეს. ანუ
აქამდე არ ნახული ჯოჯოხეთი დაატრიალეს და უფრო უარის მდგომარეობაში ჩააგდეს სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდგომ. ანუ აქ პირდაპირ თუ არა პირდაპირ ხელისუფლების წარმომადგენლის დანიშვნის შემდგომ. გესმით ხო? აქ კიდევ ნათლად ჩანს თუ როგორ ბანენ ერთმანეთს ხელს კერძო კომპანიები და სახელმწიფო ასე ვთქვათ შტოები და ანუ სად არის რეალურად ჩვენ აი გვაქვს კომუნიკაცია არა კერძო კომპანიასთან, არამედ ხელისუფლებასთან. ჭიათურის რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი, ფაქტობრივად ერთ-ერთი დამსაქმებელი არის ჯორჯიან მანგანესი. კი ბატონო. ამ ჯორჯიან მანგანესში ეს ვინმეს მოეწონება თუ არ მოეწონება, ესია სახელმწიფო შტოები ამ ჯორჯიან მანგანეს რეალურად მართავენ. მან იყვნენ ძალიან ბევრი ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ ქართულ ოცნებას წირავდნენ თანხას. აქ პარადოქსი და მთელი ცინიზმი ამ ასე ვთქვათ კომპანიის და საქმის სიტუაციის ის არის, რომ ყველაზე დიდი სოციალური დახმარება მიდის ჩვენს რეგიონში. ანუ სახელმწიფოზე დამოკიდებული აი ეგრეთ წოდებული 300 ლარიანი სოციალური დახმარებები. ხო, 32%-ია საუბარი. ანუ არის რეგიონზე საუბარი, სადაც საუბრობენ, რომ მანგანუმით მდიდარია ეს რეგიონი, ხო? მაგრამ არის აბსოლუტური სიღარიბე. ამის გარდა ლოკალური პრობლემები აქვს. სოფელს არ აქვს გაზი, სოფელს არ აქვს შიდა გზები მოწესრიგებული, სოფელს არ აქვს წყალი, ტექნიკურ წყლადაა გამოცხადებული და აი რა ცინიზმია, როდესაც ეს მთელი ტექნიკა არის ჯორჯიან მანგანეზის საკუთრება. მე ვავო ბასენს, საიდანაც სოფელი მარაგდება წყლით. გესმით, ანუ ბაყ-ბაყ დევივით არის დასაკუთრებული აი ამ ტერიტორია. და აი წარმოიდგინეთ, მოსახლეობას წყალი არ აქვს დასალევი, გესმით რაზეა საუბარი? წყალი არ აქვს დასალევი და რა თქმა უნდა ეს ინფრასტრუქტურები არ იცვლება, არაფერი არ კეთდება და კიდე მოდიან, განგრევენ და ამაზე რო ხმას იღებ, გირტყავენ. აი რა განცდა შეიძლება დაგებადოს, ხო, რა როგორ სახელმწიფოში ცხოვრობ. შესაბამისად, ხელისუფლების ლოკალური თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად მიტოვებული არის ეს რეგიონი. ამით აგროს სიახლეები დასრულებულია. ყველაფერზე რაც ეხება აგროს და გარემოს, გიყვებით ჩვენ და არავინ ჩვენსავით ამომწურავად. რეგულარულად გთავაზობთ მასალებს სტატიების, აუდიოს და ვიდეოების სახით ჩვენს Facebook გვერდზე აგროს სიახლეები. რა თქმა უნდა, მოიწონოთ და გამოიწეროთ ჩვენი სოციალური ქსელი, მოგდებნეთ და გახდით ჩვენი მიმდევრები Instagram-ზეც და გამოგვიწერეთ YouTube-ზეც. ასევე შეგიძლიათ შემოგთავაზოთ თქვენთვის საინტერესო და აქტუალური თემებიც. მოკლედ ძალიან აქტიურები ვართ ონლაინ და ინტერაქციულები თქვენთან აუდიტორიასთან. ჩვენი გადაცემების ნახვა კი შეგიძლიათ როგორც აგროგარემო TV-სა და მაუწყებელთა ალიანსის წევრი რეგიონული მაუწყებლობის ეთერებით, აგრეთვე ვებგვერდზე agrogaramoji. ერთი კვირით გამშვიდობებით.